გიორგი იყო ჩემი მეზობელი ვაკეში და მე ერთი კლუბი დავაფუძნეთ საქართველოში, როტარი კლუბის ახალგაზრდული როტარაკ კლუბი ერქვა, ქვია ამ კლუბს და იმ კლუბის პრეზიდენტი ვიყავი და გიორგიც როგორც ძალიან აქტიური იყო, ძალიან ერუდირებული იყო და ფული მაშინაც ჰქონდა? მას პირადად ეხა ფული ჰქონდა, მაშინ ახალგაზრდა იყო 15-16 წლის ასაკზე გიყვე. მოვიდა ჩვენთან კლუბში და რაღაც ურთიერთობები შედგა. მე თუ არ ვწდები გიორგი საზღვარგარეთ წავიდა, მეც სადღაც საზღვარგარეთ ვიყავი, რამოდენიმე წელი და პაუზა ჰქონდა ურთიერთობებში და მე რომ დაინიშნა ამ რაღაცა ფონდის დირექტორად, სიმართლე გითხრათ, დიდად არ გამიხარდა და არ მესიამოვნა, იმიტომ რომ რაღაცა ფონდია ბიჭო, ეს ყველა შემთთვის ყველაფერი რაც ივანიშვილთან არის დაკავშირებული არის რაღაცა, იმიტომ რომ 2012 წელს და მანამდეც მოყოლებული, რა ვქნა ახლა როგორც გინდათ ისე გამიგეთ, თავიდანვე არ მესიმპათიურებოდა ეს ადამიანი, ხვდებოდი რომ ის არისო ივანიშვილის გულის. რასამის ხო ვენებს იჭრიდა შენზე. ის იმას რა საფილოს წვერის გარდა არ პირადად არის. ის არც იცი შეიძლება ჩემი არსებობა და არც საჭირო თუ არ უნდა არც იცოდეს. სხვა რამეს ვამ. არ მესიამოვნა მოკლედ გიორგის დანიშნა, იმიტომ რომ ჩემთვის ყოველთვის არა მარტო გიორგის, ანუ ჩემთვის მტკივნეული იყო, როდესაც მესმოდა რომ ვიღაცა ნაცნობი ან ახლობელი ან მოკლედ ვიღაც ადამიანი ჩემთან ურთიერთობაში ვინც იყო, რომ გაქოცდებოდა ხო? ამის ამ ქოცების, ასე ვთქვათ, პირდაპირ თუ ირიბად პარტიის წევრი თუ საჯარო მოხელე, ნუ რაღაც. თუმცა მყავს ძალიან ბევრი მეგობარი და ახლობელი დღემდე, ვინც საჯარო სამსახურში არის ამ სისტემაში. მოკლედ, ხო. მე გავიგე ეს თემა რის გამოც მოვიდა ივანიშვილთან ჯახი. ხო, ნუ ეხა ისე მესამთელი არ მჭერია, რა თქმა უნდა, იქ და არ ვიცი ყველა დეტალი, ნუანსი და სიმართლე გითხრა არც მინდა რომ ვიცოდე, მაგრამ ფაქტიურად გამოდის რა რომ ტიპი ფლობდა ბანკს, ამ ბანკმა ფლობს დღემდე, ხო, ქართულ ბანკზე ლაპარაკი, გასცა სესხი, ბიზნეს სესხი გასცა, ამ ბიზნეს სესხმა პროექტმა იმუშავა და დღეს თხოვს წილს თავისი პროცენტებით. ხო და ანუ ნებისმიერი ჩვენთაგანი მოქალაქე ხო, ყველა ალბათ არა, მაგრამ ვიღაცა მიდის, აი თქვა ჩვენ მიხვედი, აიღე $30,000 სესხი და დარგე ხეხილის ბაღი, ხო, თქვა ნუშის. ხვალ რომ ნუში 1 კილო გახდეს $10,000 და ბანკი მოგადგეს და გითხრას, ვაი სესხი მე მოგეცი, მე რა რომ შენ მე დამიბრუნე, მე რა რომ პროცენტით, მაგრამ ჩემი ფული იყო. ეხლა დღეს როგორც გავიგე გერმანიაში რო იყო გაგზავნილი ექსპერტიზის პასუხი დადასტურდა რომ მათი საუბარი რომელიც წარადგინეს. აი ხო და იცნაური რა არის, აი ბაჩიაშვილი ძალიან კიდევ ერთხელ ბაჩიაშვილს ბევრი რაღაცის გაკეთება შეუძლია საქართველოს. ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთება მარტო იმიტომ რომ წარმატებული ახალგაზრდა ბიზნესმენი. ხო იცი რაც მეტი წარმატებული მე არ ვიცნობ ხა ჩემ ბავშვობის ნაცნობი რო იყოს მეც ავიქნები რა. არა, ისი თქმა მინდა ეს ბაჩიაშვილი იქნება თუ სულაბერიძე თუ პატარიძე წარმატებული, ენერგიული, აკადემიური გამოცდით და გამოცდილების მქონე, რაც მეტი გეყოლება ესეთი მოქალაქე უნდა გიხაროდეს.